გამარჯობა. Ცუგობარი იცით თქვენთანაა, ხოლო თავად ცუგობარი არის Modern Dog-ის სამფლობელოში, ეს თაკოა, ეს Modern Dog-ია. მე თაკო ვარ, ჩვენ Modern Dog-ში ვართ. ხო, მოგეხსენებათ მოდერნი თანამედროვეც ნიშნავს, ხოლო თანამედროვე ძაღლი სოციალიზაციის გარეშე არ არსებობს. ზუსტად ამ თემაზე ვარ მოსული სალაპარაკო თაკოსთან. მინდა გავიგო შინაგანად რაღაც ინსტინქტურად მესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორი ძაღლი მყავს და ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია რომ ძაღლი იყოს კარგად თავისუფლად გრძნობდეს სხვა ძაღლების გარემოცვაში და ადამიანების გარემოცვაში თავს, მაგრამ აი ამ უფრო გამოცდილი ადამიანისგან ამის მოსმენა არ იქნება ცუდი, ხო? მე მგონი ეგრეა. თაკო, დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო და ეს არაჩვეულებრივი სივრცე. შინაური, ვინ არიან ეს გარშემო ვინმე უცხო სხეულები თუ დაინახეთ, უცხო სხეულები არ არიან. გაგვასაინთ თუ შეიძლება? მოგესალმებით, მე თაკო ვარ. როგორც გითხარით, უკვე ჩვენ Modern Dog-ში მადლობა რომ მოხვედით და რომ გადაწყვეტე რომ ჩვენთან ერთად ისაუბრო. ჩვენ ვართ არგოსთან, რომელიც არ ჩანს ახლა კადრში და კოხასთან, რომელიც შეექცევა ტოტის ნაჭარს. რატომ არის საჭირო ძაღლის სოციალიზაცია? და რა სარგებლობა მოაქვს? რატომ გვჭირდება რომ ძაღლი იყოს სოციალიზებული? ამ შემთხვევაში მოდი ორივე ვთქვათ. ადამიანებთანაც და სხვა ძაღლებთანაც. კარგი კითხვაა და სწორად არის დასმული. ზოგადად ნებისმიერ რაღაცას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გვჭირდება ჩვენ. არ ჭირდება თქვენს ძაღლებს. რაც შეეხება სოციალიზაციას, პოპულარული ახლა ამაზე საუბარი, ყველა იძახის სოციალიზაცია, თუ რა არის ეს, ხო? ადამიანებს არა მარტო ადამიანს, ძაღლის პატრონებსაც, მწვრთნელებსაც რაღაც მხრივ სხვადასხვანაირად ესმის და არის რაღაცა დისკონექტი ამაში. სოციალური ძაღლი პირველ რიგში გეტყვით რა არ არის. სოციალური ძაღლი არ არის ის ძაღლი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას ეთამაშება. ეს ახასიათებთ პატრონებს, რომ ესე ჩამოვაყენებ, ჩემი ძაღლი ძალიან სოციალურია, ყველასთან თამაშობს. სოციალური ძაღლი არის ის, რომელიც მორგებულია იმ გარემოს, რა გარემოშიც ჩვენ ცხოვრობთ. ეს არის ძაღლი, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ნეიტრალური სიმშვიდე, სხვადასხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან, თუნდაც ძაღლებთან. ძაღლი არ არის ვალდებული, რომ ყველასთან ითამაშოს. ძაღლს უნდა შეეძლოს ძაღლის იგნორი, სწორად აგრესიის გარეშე, უნდა შეეძლოს იგნორი ადამიანების, ბავშვების და სხვადასხვა გამაღიზიანებელ ფაქტორების, ყველანაირი შფოთვის და რაც თავარი, რა თქმა უნდა, აგრესიის გარეშე. აი ეს არის სწორად სოციალური ძაღლი. როგორც ხვდები, ყველა ძაღლში ეს არ იქნება ჩადებული. ბუნებრივად, შეიძლება არც ერთიც არ იყოს, ამას რაღაცა გარკვეულწილად გაწვრთნა ჭირდება, ხო? დავიწყოთ იქიდან, ვიდრე როგორ გავწვრთნათ, როდიდან უნდა გავწვრთნათ, როდიდან უნდა დავიწყოთ ძაღლის სოციალიზაცია. ძაღლის სოციალიზაცია იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ძაღლი მოდის სახლში. არიან ძაღლები, რომლებსაც რომ უყურებთ ეს შფოთვას, რასაც ხედავთ ძაღლებში და თუნდაც აი იმ გამოხატვას, რომ ყველასთან თამაშობს და ყველასთან მიდის და ეს ძირს დავარდნა, ეს კუდის ქიცინი, ბევრი რაღაცა მეტყოლებს ამაზე და პირველ რიგში ეს არის გენეტიკური ფონი, რომელსაც სამწუხაროდ არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას და არ ვსაუბრობთ ამაზე საკმარისად. გენეტიკური ფონი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის პირველი ის, რასაც ჩვენ უნდა ვაქცევთ ყურადღებას. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იმას, რომ ადამიანი სწორად ირჩევდეს იმ ძაღლს, რომელიც მოყავს, იმიტომ რომ ის დისკონექტი, რომელიც ხდება ძაღლსა და პატრონს შორის, ხშირად იმიტომ კი არ არის, რომ შენ ცუდად გაწვრთენი ძაღლი, არამედ იმიტომ, რომ დაუშვათ მშვიდმა სახლში ყოფნის მოსიყვარული ადამიანმა მოიყვანა ჯეკ რასელი, რომელიც არის სულ ჩართული და შემდეგ მიუყვანა მწვრთნელს და უთხრა, რომ მე მინდა, რომ ჩემი ძაღლი იყოს მშვიდი. ამიტომ ჩვენ ხშირად ვთხოვთ ძაღლებს ისეთ რაღაცას და ვეძახით ამას გაწვრთნას, რაც ამ ძაღლში ჯიშობრივად და გენეტიკურად არ დევს. და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი რაღაცები, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, უკვე შეიძლება მწვრთნელს არ მიმართავთ დროულად და ასე შემდეგ, მაგრამ გენეტიკური ფონი და არასწორი შერჩევა არის ის უმნიშვნელოვანესი დისკონექტი, რასაც ვხედავ ხოლმე ხშირად. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა გვინდა რომ მივიღოთ ძაღლისგან. ანუ რას ვეძახით დაუშვათ იმას, რომ მინდა რომ ჩემი ძაღლი იყოს სოციალური. ძაღლის გაწვრთნისას, აი იმისთვის, რასაც ვასწავლით, ხო ჩვენ ჯერ პირადად ადამიანმა უნდა თავის თავში ჩამოყალიბდეს ადამიანი თავის თავში, თუ რა უნდა, რომ თავის ძაღლი აი ეს end result რა უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს. თუ მას ყავს ძაღლი, რომელიც არის დაუშვათ, ესეთი აი ოჯახის მეგობარი, ბავშვები, არ ვიცი, რაღაცა საქმით არის კონკრეტული დაკავებით, მაშინ იმ
გარემოში ხდება მისი შეჩვევაც, გაწვრთნაც, რა გარემოშიც უნდა შემდგომ ამ ძაღლმა იცხოვროს და ქონდეს თანაცხოვრება მასთან ერთად. თუ კონკრეტულად ადამიანს დაუშვათ ვიძახი და ეს არაერთხელ მომიყვანა ეს მაგალითი, მოყავს ძაღლი, რომელიც დაუშვა, უნდა იყოს არის რაღაცა კონკრეტული ჯიშის ნაგაზი იქნება ბელგიური მუშა ძაღლი, მაშინ მისი სოციალიზაცია უკვე აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავდება სხვა ძაღლებისგან. უმნიშვნელოვანესი ის, რომ რაც ჩვენ მე სოციალიზაციაში, რასაც ჩვენ ესე ფართოდ ვეძახით, ამას დაგვეხმარება, ეს არის ძაღლისთვის მიმართულების მიცემა. იმიტომ რომ ძაღლისთვის მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ძაღლი რახან მოიყვანე, ალბათ ძაღლიც გიყვარს, მაგრამ სიყვარულზე ვერ ააგებთ ვერც მორჩილებას და შემდგომ უკვე ვერც სწორ სოციალიზაციას, იმიტომ რომ სწორი სოციალიზაცია, ძაღლი, რომელიც სოციალურია და რომელიც მე ექვემდებარება იმ სიმშვიდეს და სწავლობს იმ სიმშვიდეს თქვენთან ერთად, მას სჭირდება ადამიანი, რომელთანაც ის გრძნობს უსაფრთხოდ თავს. ამიტომ ეს ჩეინი, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, ხო, აი თავიდან საიდან იწყება, ხო, ეს თავიდან იწყება იმ ადამიანიდან, რომელიც სახლში მას მოიყვანს და ეტყვის, რომ მე შემდეგ შენ და მე შენ გეტყვი რა, როგორ და რანაირად. ძაღლი უკვე მე მოყვება, გიყურებს შენ და უყურებს თუ რას აკეთებს ის ადამიანი, როგორ იქცევა დაუშვათ იმ გავაღიზიანებელ ფაქტორებში. იქ ბავშვი რო გაიბეს და არა არ მიხვიდე. არა დაწყდი ხა გაჩერდი შენ. არ. სიმშვიდე და მოყვება მე როგორ მარტივად და ამიტომაც ძაღლი მე სწავლობს აი იმ სწორ სოციალიზაციას, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ. მოდი ახლა ცოტა ტექნიკურ ნაწილზე გადავიდეთ. აი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ძაღლი მშიშარაა, ხომ არიან ესეთი ძაღლები, რომელსაც განსაკუთრებით ეშინიათ სხვებთან ურთიერთობის. რა შეიძლება ეს პრაქტიკული რჩევა რომ მოგწე, რით შეიძლება დავიწყოთ მასთან აი ამ შიშის მოხსნაზე და სოციალიზაციაზე მუშაობა. ისევ იგივეთი რაც ახლა გითხარით. ძაღლი პირველ რიგში ძაღლის შიში უნდა შევაფასოთ თუ საიდან მოდის ეს შიში. რომ მოვიყვანე თავიდანვე მშიშარა იყო, რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში, რამაც მე რაღაცის გამო შეაშინა. ისეთი რაღაც, რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ. თუ დააკვირდებით, გაიგებთ, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც ვესაუბრებით ადამიანს, აი ამ საუბარში მე რაღაცას უცებ იტყვის, რომ აი ერთხელ რო გავედი იმ ძაღლების პარკში, კი დაეტაკნენ ეს ძაღლები, მაგრამ მან გავჩერდით, ხო? რაღაცა გამოცდილება მიიღო, თუ ეს ძაღლი მშიშარაა და ვიცით რის გამო არის მშიშარა, ხო? რაღაცა მოხდა. მარტივია ამის გადალახვა, მაგრამ შეიძლება ამავდროულად რაღაცა გენეტიკური ფონიც იყოს, რამაც ეს ძაღლი ესეთი ტიპია. ზოგადად ეს არის მაგისი რაღაცა ქარაქტერისტიკა, რაღაცა trait-ი არის მისი ხასიათის, რომელიც გამოსწორებადი არის, მაგრამ სამუშაოა. ხო, პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რის გამო, რატომ სად ხდება ის რაღაცა გარღვევა, რომელიც ამ სწავლს აქვს, მაგრამ თუ აი, როდესაც რაღაცა დავადგინეთ, მე როგორ ესე იგი ეშინია ძაღლების, მოდი რაღაცა კონკრეტული მომენტი ავიღოთ. ეშინია ძაღლების აღარ გავიყვანოთ რაღაცა პერიოდი, თუ მაინც გავიყვანოთ, აი თუ გავიყვანეთ, მე კონკრეტულად რა გავაკეთოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ძაღლს უნდა ყავდეს ადამიანი, რომლის გვერდზეც გრძნობს უსაფრთხოდ თავს. ამას ხას უსმევ ბევრჯერ. რაც უფრო შიშარაა ძაღლი, მით უფრო სჭირდება მას ის ადამიანი, რომელიც მას მისცემს სწორ მიმართულებას. ანუ ჩვენ ზოგადად ჩვენ ადამიანებს გონია რომ ძაღლს როდესაც ეშინია, ის უნდა ანუგეშო. აი ეს არის ტექნიკური ნაწილი, რომელზეც ჩვენ საუბრობ. ძაღლს ნუგეში არ ჭირდება. იმიტომ რომ ნებისმიერ დროს თუ ის გამოხატავს იმ ემოციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა, რომელიც არასასურველი ის იქნება შიში, აგრესია თუ რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი წაქეზება. ნებისმიერი წაქეზება მისთვის ნიშნავს იმას, რომ შენ ეხლა რასაც აკეთებ, ეს არის სწორი. მაგალითად, თუ ძაღლი შფოთავს სხვა ძაღლების გარშემო და შენ ამ დროს მიდიხარ ამ ძაღლთან ერთად, რაღაცა ბრძანებაში ეს ძაღლი შეკავს, მაგალითად სვავ ან დააწვენ და შემდგომ ძაღლები, რომლებიც მოდიან შენ ამ დროს მას აკეზებ, შენ არ აძლევ მას იმის საშუალებას, რომ ამ ძაღლმა იფიქროს. აკეზებაში რას გულისხმობ? აძლევ რაღაცა ჯილდოს და ეუბნები, რომ აი, ყოჩა ხა ესე იწექი შენ ახლა, ესე გააკეთე, ესე გააკეთე, ესე გააკეთე. ხო, აი. ჩვენ არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ძაღლმა იფიქროს. მაგ მომენტში გაანალიზოს სიტუაცია და რეალურად რასაც ფიქრობს, რომ ის ემოცია, რომელიც მე ახლა მაქვს, აი იმ მომენტში, აი ეს შიში და ის დისკომფორტი არის კარგი. ამიტომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მაშინ რა გავაკეთოთ მაგ დროს? აი დაწვა, ვუბძანეთ, დაწვა, მოვიდნენ ძაღლები. ნებისმიერ სიტუაციაში, იქ სადაც ძაღლი არის არაკომფორტულად, ეს ძაღლი გამოიხედება შენსკენ, ის ემოცია, რა ემოციასაც შენ მას მიაწვდი და ის ლიდერშიპი, რომელსაც შენ ჩამოაყალიბებ, მაგ ემოციას აიღებს ძაღლი. აი მაგალითად, აქა ვარ ჩემს გვერდით, რაღაცა შენს გვერდით ვარ, ხელი გადაუს. არანაირი შენს გვერდით ვარ, მე ჩემს გვერდით. ნებისმიერ რაღაცა, რაც ხას გაუსმევ, ეს იქნება
ხმაური, ეს იქნება რაღაცა გატკაცუნება, ეს იქნება ხმამაღლა მოტოციკლმა ჩაიარა, ძაღლი თუ შეშფოთდა და შენ თუ ეტყვი რომ არა, მშვიდად იყავი, შენ ამ წუთას წაუქეზე ის შიში, რომელიც მან გამოავლინა. აბა რა ვქნა? არ მივახციო ყურადღება. არაფერი. თვითონ მიეჩვიოს? თუ სწორი ლიდერშიპი გაქვს, აი აქ ჩამოყალიბებული და შენ აი აქ მოგივიდა რაღაცა გარღვევა, მაშინ კი. და თუ არა გაქვს? თუ არა გაქვს, მაშინ აი აქ დაბრუნდე. საყვანილი. მანდ უნდა დაბრუნდე. აბსოლუტურად ყოველთვის ბეისში უნდა ჩახვიდე და დაიწყო თავიდან. არანაირი წვრთნა არ იწყება იქამდე, სანამ ძაღლს შენ არ მოსწონხარ და არ გენდობა. ამიტომ უსაფრთხოდ ძაღლი უნდა გრძნობდეს თავს აუცილებლად პატრონთან, არა მწვრთნელთან, არა ტრენერთან, არა ინსტრუქტორთან, არა ძაღლის ფსიქოლოგთან, არა ფსიქიატრთან, არა ქცევის სპეციალისტთან, არა იმ დანარჩენი 1000 სისულელე რაც თავის თავს ადამიანები ვარქმევთ, არამედ თავის პატრონთან, ადამიანთან, რომელთანაც უნდა ქონდეს თანაცხოვრება, თუ ხარ სწორი ლიდერი, მაშინ შენი ძაღლი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს შენთან, თუ გჭირდება რომ რაღაცა გააკეთოს, მაგრამ მე პირადად ძაღლისგან მჭირდება რომ ჩემთან ერთად იყოს კომფორტულად. თუ არსებობს რამე ჯიშები, ჯიშების მიხედვით, შეგვიძლია თუ არა დავყოთ, რომლებიც უფრო იოლად ექვემდებარებიან სოციალიზაციას და რომლებიც უფრო ჭირვეულობენ და უფრო ინდივიდუალისტები არიან, რომლებიც თავს უკეთ გრძნობენ, როცა მაგალითად მარტო პატრონთან ერთად არიან ცალკე. თუ რაღაცა კონკრეტულ ძაღლი მიდის რაღაცა კონკრეტულ დანიშნულებით, აი სახში თუ ყავს მონადირე ძაღლი და შენ ამ ძაღლისგან გინდა გააკეთო პუსკა, ალბათ გაგიჭირდება. ადამიანს უნდა შეეწყოს ეს. ადამიანს უნდა ეწყობოდეს ძაღლი, რომელიც მან აიყვანა რა და თუ ხო გენდა აი რაღაცა ისეთ კონკრეტულ ჯიშს იყვან, რომელიც ახლა შენ თუ ძალიან გევასება და უშუალოდ ძაღლთან აი კოტრიალი და გინდა რომ ყავდეს ისეთი ტიპი, რომელიც სულ შენ თვალებში გიყურებს და შენ შეგცქერის, ოღონდ შენ რაღაცა გააკეთო, ბიგლი არ უნდა იყვანო. ბიგლი არის ტიპი, რომელსაც თავის პონჩი არის რა. აი ბიგლი არის ძაღლი, რომელიც არის ძალიან ინდივიდუალური ტიპი, თავის ტიპი, არ არის ძაღლი, რომელიც საჭიროებს აი 24 საათიან ხო. აი ამას. მაგრამ არიან ძაღლები, რომელსაც ეს უნდა. აი ვინ? პატარა ტიპები უფრო. ახლა ვითომ უცებ დისკრედიტაცია არ გაუწიოთ უცებ და არ ეწყინოთ რა. იცი, არა. აი პუდელებს უყვართ ბევრი სიყვარული, ლაბრადორებსაც უყვართ. ლაბრადორების სიყვარულის ბუდე, ო კაჩი რომელი ლაბრადორი, ამერიკული ლაბრადორები ცოტა სხვა ტიპები არიან, სხვა დანარჩენები ცოტა სხვები არიან, მაგრამ უყვართ აი სიყვარული გოლდენი სიყვარულისთვის შექმნილი ძაღლი, რომელსაც აი შეგიძლია ალბათ არ ვიცი, მე მთელი დღე რო ეფერო არ მობეზდება, მაგრამ თუ ადამიანსაც ეგეც შეურჩევ, იდეალური ტანდემია. ყველაზე მნიშვნელოვანი. არ არსებობს რაღაცა ერთი golden rule. თავად თქვენ იყოთ ბედნიერი თქვენს 4 ფეხა მეგობრებთან ერთად ოჯახის წევრთან სულ რაღაც ძალიან ცოტა ხანი ცოცხლობენ. ამიტომ ის მადლობა კოხა თავში არ გთხლიშო. თავში არ გთხლიშო კოხა. ამიტომ ისე გააკეთეთ რომ თქვენ იყოთ ბედნიერი, მაგრამ თუ რაღაცა დისკომფორტი არის და შეიძლება ადამიანს რაღაცა რჩევა მისცე და უთხრა აი ეს ერთი რაღაცა გაითვალისწინე, აუცილებლად იყავით თქვენი ძაღლისთვის უსაფრთხოების შემქმნელი ლიდერი და გიყვარდეთ რა თქმა უნდა უკვე აი მეორე ეტაპზე შემდეგ უკვე უსაზღვროთ თქვენი 4 ფეხა მეგობრები. აი ასეა მეგობრებო. საინტერესო რაღაცები მოვისმინეთ ამ იმპროვიზებულ სტუდიაში, რომელიც 2 წუთის განმავლობაში შევქმნით უცებ მოდერნ დოგის სივრცეში. დიდი მადლობა თაკოს. კიდევ ერთხელ მადლობა რომ ეს დრო დაგვითმე და მადლობა გოგო ბიჭებს რომ კამერები მთელი დარჩა მთელი ამ გადაღების განმავლობაში. მაგრამ ხო, ეგ არაფერი. მადლობა კომპეტენტოს მხარდაჭერისთვის და სპონსორობისთვის. მადლობა თქვენ რომ გიყურეთ და კიდევ ერთხელ მაქვს თხოვნა რომ გამოიწეროთ და გააზიაროთ ეს ერთი, მაგრამ თავარი ჩემთვის მაინც ის არის რომ თქვენი კომენტარები დაწეროთ და გაგვიზიაროთ რას ფიქრობთ თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ გადაცემაზე და რის ნახვას ისურვებდით მომავალში. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თემები, რომლებსაც მე შევარჩევ, უფრო კარგად შევარჩევ თუ ეს თქვენგან წამოსული აზრების და კომენტარების მეშვეობით მოხდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სულგობარი თქვენთან იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.